ხაბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ისე, რომ ეს ორგანიზაცია კვლავაც იყოს წარმატებული ქვეყნების კავშირი და ასევე ადაპტაცია მოახდინოს საფრთხეებთან. საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება. სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თავმჯდომარე ქვეყნის პირველი პირია, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. ის სამი წამყვანი ფიგურა, რომლებმაც დანარჩენ ქვეყნებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მომავალი ამ ორგანიზაციაში. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას აქვს ლეგიტიმური მისწრაფება და უფლება გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, ისევე როგორც ადამიანებს საქართველოდან და უკრაინიდან. ემანუელ მაკრონი, როდესაც პირველად ჩატარდა ამ აპლიკაციებზე სამიტი ვერსალში, მაშინ მან განაცხადა, რომ დაჩქარებული პროცედურები ახალი წევრების მისაღებად არ არსებობს. დღეს ემანუელ მაკრონმა პოზიტიურ ჭრილში ისაუბრა იმ პროცესზე, რასაც ქვია ახალი სახელმწიფოსთვის, ახალი დემოკრატიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ძალიან ბევრი წელი შეიძლება დასჭირდეს უკრაინის გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში. ემანუელ მაკრონი დღეს ახალი ინიციატივითაც გამოვიდა ამ კონფერენციაზე, რომ შეიქმნას ევროპული პოლიტიკური საზოგადოება, სადაც გაწევრიანდებიან არა მარტო ბლოკის წევრები და მათ შორის ისინი, ვინც ევროკავშირი დატოვა, ასევე არა წევრი ქვეყნები, პარტნიორები და დაასახელა მაგალითად უკრაინა. მეტი დეტალი ამ ახალ გაერთიანებაზე მას არ უთქვამს, სავარაუდოდ ამ თემაზე მსჯელობა იქნება. ასევე ისაუბრა ჩვენს მომავალ კანდიდატობაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, სხვათა შორის ევროპარლამენტის თავმჯდომარე უკვე მეორე გამოსვლაა, როდესაც ამბობს, რომ მას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანებაზე და კანდიდატობის მინიჭებაზე ახსენდება მისი ქვეყანა და ის გრძნობა, რომელიც მას ჰქონდა 18 წლის წინ, როდესაც მალტა ელოდებოდა ბოლო წამებს, თუ როდის გაწევრიანდებოდა ქვეყანა იმ ორგანიზაციაში, რომელმაც მისი ქვეყანა რადიკალურად შეცვალა. პირველად ევროკავშირის ისტორიაში ფინანსური დახმარების მობილიზაცია მოვახდინეთ, რათა უკრაინას საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეეძლოს. მოდით ვიამაყოთ იმ არჩევანით, რასაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირი ეფექტიანი იყოს. მინდა შევეხო უკრაინის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვას მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა ახლებურად შევხედოთ ორგანიზაციას. უკრაინა თავდადებითა და სიმამაცით უკვე არის ევროპული ოჯახის და ჩვენი კავშირის წევრი. ხვალვე რომ მივცეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ გაწევრიანებისკენ მალე სწრაფად წავალთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს წლები სჭირდება, რამდენიმე ათეული წელიც. ეს არის სიმართლე, თუ გაწევრიანებისთვის სტანდარტს არ დავწევთ. მოდით ვიყოთ მკაფიო. არის რამდენიმე ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთიდან, რომელიც გაწევრიანების პროცესში წლებია არიან და ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ გეოპოლიტიკური კონტექსტი, რათა ვიპოვოთ გზა იმისთვის, რომ ევროპა იყოს ერთიანი, სტაბილური. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავწმუნდეთ, რომ უკრაინა გადარჩება და რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს. უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპის კონტინენტის დანარჩენ ნაწილში და თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. სიმართლის აღსრულებისთვის ვიბრძოლოთ, რომ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებული დაუსჯელები არ დარჩნენ. თუმცა ჩვენ არ ვეომებით რუსეთს. ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაბრუნდეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ორგანიზაციაში დღეს არსებული კენჭისყრის წესი არ მუშაობს. თუ გვინდა სწრაფად ვიაროთ წინ, მაგალითად ისეთი მიმართულებით, როგორიცაა თავდაცვა ან ჯანდაცვა. ევროპა იყო და არის ოცნება. დღეს ეს ოცნება არა მარტო ამ დარბაზში ბრწყინავს, არამედ კაშკაშებს მილიონობით ადამიანის გულში, კიევში, ოდესაში, ხარკოვში, მარიუპოლში. ევროპის ოცნება კაშკაშებს იმ ახალგაზრდა ოჯახებსა და ადამიანების სიმამაცეში, რომლებიც უკრაინის მეტროებსა და თავშესაფრებს აფარებენ თავს. ასევე მათში, ვინც გლოვობს უაზრომსა და უგუნურ დანაშაულებებს. ევროპული ოცნება ანათებს იმ
ადამიანების თვალებში, ვინც ევროპაში თავშესაფარი იპოვა. Ამ ადამიანებს მოხუცებსა და ახალგაზრდებს სურთ იბრძოლონ და მოკვდნენ მათი ქვეყნის მომავლისთვის და ევროპის ოცნებისთვის. ეს ოცნება ყოველთვის იყო და ეს ოცნება ყოველთვის უნდა დარჩეს. დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მას სურდა ვირტუალურად გადმოეცა ევროკომისიის კითხვაზე პასუხი, რაც გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელი და 5000 გვერდზე მეტია. მინდა განსაკუთრებული გზავნილი გავუგზავნო უკრაინელ ხალხს. ევროპის მომავალი არის ასევე თქვენი მომავალი. ჩვენი დემოკრატიის მომავალი ასევე თქვენი დემოკრატიის მომავალია. 77 წლის წინ ევროპაში ომი განსხვავებულმა რამ შეცვალა. ეს იყო დღე, როდესაც მომავალი დაიწყო. ეს არის მომავალი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვწერთ, როგორც ევროპის მშენებლები და არქიტექტორები. ჩვენი ისტორიის შემდეგ გვერდს შემოძვირფასა უკრაინელებო, ახლა თქვენ, ჩვენ და ყველა ერთად ვწერთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში. ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა სახელმწიფოები. ჩვენ ხვდებით, რომ იდეები გეოგრაფიაზე მეტია. არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, რომელიც 18 წლის წინ მქონდა, როცა მალტა 9 სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანდა. არის მომენტები, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან. მაშინ ყველა ერთად ვიდექით და ვითვლიდით წამებს მაისის ამ ისტორიულ დღეს, რათა შეგვეგრძნოს სიხარული, იმედი, სულის კვეთება, რომლითაც ხალხს სჯეროდა. დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით და იმედით. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, რათა შევცვალოთ ევროპა უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა. ევროკავშირში ყველა ღონისძიებაზე და პრესკონფერენციაზე, ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ეთმობა ამ ორგანიზაციის მომავალს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, სამი ასოცირებული სახელმწიფო ტრიო ყოველთვის იღებს მხარდაჭერას. ახლა მთავარია, რომ ეს მხარდაჭერა გადაითარგმნოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ის, რაზეც საუბრობდა ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი, რომ გაწევრიანება არის ხანგრძლივი პროცესი, ეს ძალიან კარგად იციან საქართველოშიც, უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. და ამ ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს და ეს არის საერთო პოზიცია, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მზად არიან, რომ ამ რეფორმების გრძელ გზას გაუყვნენ მეგობრების და პარტნიორების დახმარებით. კონფერენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც იყო საუბარი კანდიდატობაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც ელოდებიან ტრიო სახელმწიფოები. ვისთვისაც ძვირფასია პრინციპები და ღირებულებები, ფუნდამენტური უფლებები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება, მათ შეუძლიათ ევროკავშირს შეხედონ ისე, როგორც საკუთარ სახლს. ეს არის ის, რასაც ჩვენ, უკრაინელი ხალხი გთხოვს გავაკეთოთ. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და უკრაინელებმაც სწრაფად იმოქმედეს, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შევძლოთ. არა მარტო უკრაინელების, არამედ ჩვენი ინტერესი და სურვილიც არის, რომ უკრაინა ევროპის გულში იყოს, ასევე უნდა გავაგრძელოთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ ასევე მივესალმებით გაწევრიანების შესახებ საქართველოს და მოლდოვას მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვხედავთ, რომ უკრაინა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ქვეყანაში ომია. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია რეკონსტრუქციის ფონდი, ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს პროცესი არსებითი რეფორმების განხორციელების პარალელურად უნდა მოხდეს. უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან. ჩვენ გვაკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. უკრაინისთვის უნდა გქონდეს განსაკუთრებული გზა, რომელიც იქნება ინვესტიციების და რეფორმების კომბინაცია. საქართველოს ევროკომისიის კითხვაზე პასუხს მეორე ნაწილს ბრიუსელს პარტნიორებს გადასცემს ხვალ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ადამიანები ევროკავშირს უყურებენ საქართველოსდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ისე, როგორც საკუთარ სახლს, ჩვენ ევროკავშირს უყურებთ როგორც საკუთარ სახლს და ამიტომ ველოდებით პოზიტიურ დასკვნას ევროკომისიიდან ივნისის დასაწყისში და შემდეგ საკითხის შეტანას დღის ეს რიგში ევროკავშირის სამიტზე, სადაც აუცილებლად ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი სურვილი, მიზანი და ამოცანა და მიანიჭონ საქართველოს მეგობარ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი.